დილა მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. რა ქვია ფხვნილს, რომელიც 2024 წლის აქციების დაშლისას წყლის ჭაულში გაურიეს. მთავარი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, თუმცა ქართველი ოცნება ადასტურებს, რომ მიტინგთა დასაშლელად კონკრეტული ნივთიერება ნამდვილად გამოიყენეს. მაშასე BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟი, სუსში დაწყებული გამოძიება და პასუხები, რომელსაც არსებულ კითხვებზე ქართულ ოცნებაში ვისმენთ. აღნიშნული საკითხი კვლავ აქტუალურია, შესაბამისად დღესაც დავიწყებთ ამით. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და ის ზუსტად 1 წუთში გვერდება, იქამდე კი ვალი გადავალოთ ბოლოს ეხლებს. ძლიერი საქართველოს ლელო პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს განცხადებით პასუხობს, როგორც განცხადებაში აღნიშნული ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით ძლიერ საქართველოს ლელოს ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია ეხელმძღვანელოს ამ პოზიციით. კოალიცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის ლელოს წევრი და ასევე პარტია მოქალაქეები არ არის ალდეს წევრი პარტია. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბერგის შემოწმებისას ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. მათ შორის კლეფედრონი და 9 კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს თბილისის 55 და 203 საჯარო სკოლებს ეწვია. მინისტრის მოადგილემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მოსწავლეთა აქტივობებს გაეცნო. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ალეკო და მადლობა რომ გვესწრებთ. მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ალეკო, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება კვლავ ყველაზე ცხელ თემად რჩება და მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებაში გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს იმის ნაცვლად, რომ არ ვიცი ამ განმარტებების ფონზე ნათელი მოეფინოს საკითხს, რა შეურიეს წყლის ჭაულში შარშან აქციების დარბევისას, თუმცა ქართული ოცნების პოზიციებზე და განცხადებებზე ოდნავ მოგვიანებით კითხავთ, იქამდე მოდით თავიდან დავიწყოთ, გადავიდეთ, ასე ვთქვათ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როცა მომიტინგეთა დარბევას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ახლობით 1 კვირის განმავლობაში ჰქონდა ყოველდღიური ხასიათიც და ამავე დროს ეს ხდებოდა საკმაოდ მძიმე მეთოდების გამოყენებით. ეხლა თქვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი ესეთი წამყვანი და აქტიურია საქართველოში. შესაბამისად, ალბათ გექნებოდათ თქვენც აღრიცხული, რა პრობლემები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ასე ვთქვათ, დარბევაში მოხვდნენ. აი თუ შეგიძლიათ პირველ რიგში გაიხსენოთ სწორედ ის, რა ტიპის ინფორმაცია შემოდიოდა თქვენს ორგანიზაციაშიც და ზოგადად არასამთავრობო სექტორშიც და რა იყო თქვათ ის ჩივილები და სიმპტომები, რაზეც მაშინ მომიტინგეები წუხდნენ და მიუთითებდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი შეიძლება ითქვას, რომ უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს ბოლო 5 წლის განმავლობაში და კონკრეტულად მიზანმიმართულად შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობის მონიტორინგი ხორციელდება. პარალელურად ხორციელდება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგი და ეს ერთმანეთთან უშუალო კავშირშია. ეს შესაბამისად ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს საშუალება, რომ ამ მონიტორინგის შედეგად სრულყოფილი ვითარების ამსახველი ანგარიშები მოამზადოს, წარმოადგინოს, გაავრცელოს მათ შორის როგორც ადგილობრივ აქტორებისთვის, ასევე საერთაშორისო აქტორებისთვის. 2023 წლიდან მოყოლებული, როდესაც მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო პირველ რიგში მაშინდელი პარლამენტის წინააღმდეგ, როდესაც რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობა იყო 2023 წლის გაზაფხულის აქციებიც რომ გავიხსენოთ, ჩვენ მე გადავხედე სპეციალურად ჩვენს მონიტორინგის ანგარიშებს და გვაქვს 2023 წლის წლით დათარიღებული მოკლე ანგარიში პოლიციის მხრიდან სპეციალურ საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით და ირკვევა, რომ წყლის ჭაულში წიწაკის სპრეი, ჩვენ მაშინ გვეგონა რომ ეს იყო წიწაკის სპრეი, ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ აი ეს ასეთი პრაქტიკა, როდესაც წყლის ჭაულში ერევა სხვა ნივთიერება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ქმნის ადამიანთა მიზანმიმართულ
მისამართული დაზიანების საფრთხეს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ეს სხვა მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ასევე ერთობლივი მიმართვებით ჩვენ ყოველთვის ხაზს უსვავდით, რომ აი როგორც ეს ფაქტი, რაც მედიამ დააფიქსირა და კადრებით ეს გავრცელდა, როდესაც ჩანს, რომ წყლის ჭალში ერევა გარკვეული ქიმიური ნივთიერება და ეს მიზანმიმართულად აძლიერებს საპროტესტო აქციაში მონაწილე ადამიანების დაზიანების საფრთხეს, მათ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს. გარდა ამისა, ჩვენ ასევე აღნიშნავდით, რომ ერთდროულად თვითონ სპეციალური საშუალებების, ანუ სამნაირი, ოთხნაირი სპეციალური საშუალების ერთდროულად გამოყენებაც კი საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა. ვიდრე ამ ხელისუფლებას, ქართული ოცნების ხელისუფლებას ჰქონდა ლეგიტიმაცია, გულისხმობა არჩევნებამდე პერიოდს, ჩვენ თვითონ პროექტებითაც ჰქონდა გათვალისწინებული, რომ მათთან ჰქონოდა ადვოკატირება ამ დარღვევებთან დაკავშირებით. რაც კი შემაშფოთებელი ტენდენციები და ასევე ძალიან თვალშისაცემი დარღვევები გამოიკვეთა ამ მონიტორინგის განხორციელებასაც, ჩვენ პროექტით ჰქონდა ვალდებულება დავკავშირებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, პროკურატურის მაღალჩინოსნებს, მათ ვისაც ევალებოდათ ერთი მხრივ პრევენცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, თვითონ ამ კანონის ფარგლებში მოქმედება ასეთი ინციდენტების დროს, შემდგომში, როდესაც დარღვევები ფიქსირდება, დანაშაულებები იკვეთება სავარაუდოდ, ამის გამოძიების ვალდებულება აქვს უკვე საგამოძიებო ორგანოებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ მათთან დიალოგი გქონოდა. არც ერთი ჩვენი ცდელობა სამწუხაროდ იმ დროს არ დაკმაყოფილდა. პირადად შეიძლება გავიხსენოთ დიდი შეკრება, ეს იყო ევროსაბჭოს მიერ ინიცირებული და ეს ცალკე კიდე უნდა განვიხილოთ, როდესაც საერთაშორისო დონორები, ინსტიტუტები წლების განმავლობაში დიდ თანხებს და ადამიანურ რესურსებს ახარჯავდნენ პოლიციელების მაღალჩინოსნებს და ქვედა დონის მოსამსახურეების ტრენინგებს, მათ გადამზადებას, ტექნიკურ აღჭურვას და სწორედ იმისთვის, რომ მომხდარიყო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემდეგში მათი მოქმედებები. და მე პირადად ვქონდა ცდელობა იმ შეხვედრაზე, როდესაც ევროსაბჭომ დიდი შეხვედრა გამართა და მოწვეულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. იმ დროისთვის მე პირადად შევთავაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სანდრო დარახველიძეს, რომ აი კონკრეტულად ამ საკითხებზე რა დარღვევები ჩვენ მონიტორინგის შედეგად გამოვკვეთეთ და ეს კონკრეტული დარღვევები იქ შეხვედრაზე მე ჩამოთვალე, რომ შეხვედრა ჩატარებული იყო და გაგვიარა ერთად და ეს ჩვენი რეკომენდაცია მათ იმ დროისთვის რა თქმა უნდა იქ უცხოელები იყვნენ, საელჩოების წარმომადგენლები და დათანხმდნენ, რომ დიდი სიამოვნებით და კი რაღაცა ესე შემდეგ. ამის შემდეგ სატელეფონო ზარები იყო, მეილზე მიწერა თუ რაღაცა, ყოველთვის იგნორირება გაუკეთეს და ფაქტობრივად არც ქონიათ. საბოლოოდ ასეთი შეხვედრა ვერ შედგა. ეს შეხვედრა არ შედგა და ფაქტობრივად ეს ჩვენი ანგარიშები დარჩა ესე არქივში. ახლა რაც შეეხება ამ ანგარიშს, ჩვენ აქ პირდაპირ მოუწოდებთ იგივე საგამოძიებო ორგანოებს, იგივე პროკურატურას ამ ანგარიშით, რომ ეს გამოძიება მოხდა სრულყოფილად, გამოიწვიოს. ეს არის 2023 წლის ანგარიში, თუმცა ყოველ შემდგომ ანგარიშებში ეს მოთხოვნები რა თქმა უნდა მეორდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ გამოძიება არ დაძრულა ადგილიდან არასოდეს, აი ჩვენ ვწერთ, რომ სრულყოფილად გამოიწვიოს სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ასეთი ქმედების ფარგლების შესახებ გაცემული ბრძანების კანონი. ალეკო, რაც შეეხება უშუალოდ 2024 წლის აქციებს და იმ დარბევის თემას, ახლა შინაგან საქმეთა ყოფილი და მოქმედი მინისტრების განცხადების შემდეგ უკვე გუშინ ირაკლი ყობახიძის განცხადებებიც მოვისმინეთ, შესაბამისად საინტერესოა დასმულ კითხვებზე პრემიერის პასუხებმა რა დაგანახათ. ირაკლი ყობახიძე ადასტურებს, რომ წყალში გარეული იყო ფხვნილი, რომლის შეძენაც მისი ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მოხდა, თუმცა დარწმუნებით ამბობს, რომ ეს არ ყოფილა კონკრეტულად კამიტი და მეტიც ამტკიცებს, რომ ეგრეთ წოდებული კამიტი, რომელიც BBC-ს რეპორტაჟის მიხედვით გერმანიის წინააღმდეგ ფრანგებმა გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროს, არათუ მათ არ შეუძენიათ არასდროს მისი შესყიდვა არც ნაციონალურ მოძრაობას მოუხდენია არასოდეს. ეს პასუხი საზოგადოებას უნდა ამშვიდებდეს თუ პირიქით, ასე ვთქვათ, იძლევა კიდევ უფრო დიდი ვნებათაღების საფუძველს, იმიტომ რომ აი გუშინ ნინო ლომჯარიამ გაიხსენა, რას ამბობს BBC-ს ფილმში ერთ-ერთი ექსპერტი, მისი განცხადებით კონკრეტული კოდის ქვეშ
შემავალ ნივთიერებებს შორის რა კოდის ქვეშ შემავალი ერთ-ერთი ნივთიერებად საქართველოს ხელისუფლებას აქვს შეძენილი კამიტი ყველაზე მსუბუქი ყოფილა. აი სანამდე მივდივართ რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა ირაკლი ყობახიძის განცხადება და კიდევ ერთხელ ამ პასუხმა საზოგადოება უნდა დაამშვიდოს თუ არ ვიცი კიდევ უფრო მძიმედ შეიძლება იყოს საქმე ვიდრე ეს BBC-ს ფილმიდან შეიძლება ჩანდეს. კი, თანდათან უფრო და უფრო წმუნდებით, ვიდრე დრო გატის და უკვე ამ ერთმანეთში არეული კომენტარებით ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად დანაშაულების აღიარებასთან გვაქვს საქმე, ერთი მხრივ რომ აღიარეს, რომ ეს ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები ნამდვილად არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსაშუალებების მარაგებში, მეორე მხრივ ჩვენ ნახეთ, რომ გარკვეულ სიტყვათა თამაშით შეეცადნენ, რომ კონკრეტულად კამიტზე გააკეთეს აქცენტი და აღნიშნეს, რომ ეს საშუალება არ გამოუყენებიათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ BBC მტკიცებით ფორმაში არც ამბობდა და ის ამბობდა, რომ სავარაუდოდ ეს ნივთიერება შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა აქ მთავარი არის სწორედ ის კოდი, რაც BBC-ს ჟურნალისტებმა წარმოადგინეს და ის დოკუმენტი, რაც მათ ხელში აღმოჩნდა სანდო წყაროებიდან, რომ ნამდვილად იმ კოდის ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალება გარკვეული ნივთიერებები შეძენილი და შესაბამისად იყენებდა ამ ნივთიერებებს, ეს აღიარეს უკვე ფაქტობრივად ირაკლი ყობახიძის განცხადებაშიც იყო აღნიშნული, ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები იყო გამოყენებული, თუმცა ყობახიძე ამბობს, რომ ამ ნივთიერებების ნაწილი, რაც იყო გამოყენებული, არის უსაფრთხო, მაგრამ ჩვენ ვიცით, იგივე ხა თქვენც აღნიშნეთ და სხვა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს კოდი რა ნივთიერებებსაც აქვს მინიჭებული, ფაქტობრივად ეს ნივთიერებები ყველა საშიში, არა მხოლოდ კამიტი, არამედ სხვა ნივთიერებებიც არის ადამიანებისთვის საშიში და შეიძლება კამიტზე უფრო დიდი ზემოქმედება მოხდეს. Რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვხედავდით თუ რა განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში, როდესაც წვიმა რეცხავს დაბლა ამ ცრემსადენ გაზს და ასევე გაზის სახით გაშვებულ სპეციალურ საშუალებებს ჩვენ ვხედავდით როგორ დაზიანებას იღებდნენ განსაკუთრებით სასუნთქი გზების დაზიანების აქციების მონაწილეები. პირადად ჩემი შვილიც ასევე მინდა გავიხსენო ეს შემთხვევა, როდესაც ის როგორც თავიანთ სტუდენტ მეგობრებთან ერთად მონაწილეობდა ამ აქციებში, თვეების განმავლობაში დაუტოვა რაღაცა გამძაფრებული ხველება და ვერ ვიგებდით თუ რა იყო ეს, ანუ არც გრიპზე, არც სხვა ასე ვირუსულ ინფექციებზე, ან სხვა ტიპის ასე ვთქვათ დიაგნოსტირება ჩაუტარდა, მათ შორის ინფექციონის მაია ბუწაშვილთან მყავდა ვიზიტით და ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ამას ყოველდღიურად, რომ ხომ არ არის ეს და ქალბატონმა მაიამ გითხრა, რომ ვიდრე ჩვენ არ ვიცით ეს ნივთიერება თუ რა იყო იქ გამოყენებული, ვერ დავადგენთ ეს ხველება კონკრეტულად რამ გამოიწვია. ეს ხველება იყო საშინელი, აი შეუწყვეტელი ხველება, რაც აი 50 წლის ადამიანი ვარ და არც ჩემ თავზე და არც სხვებზე არ მინახავს თუ როგორი მძაფრად შეიძლება მოყვეს ალერგიული ფონი ან რაღაცა. მე პირადად უკავშირებ, რომ ეს იყო ზუსტად აქედან გამომდინარე რეაქცია, რაც ამ ახალგაზრდებმა მიიღენ, ხა ათასობით ახალგაზრდა ფაქტობრივად მოწამლეს ამ აქციებზე და არანაირი პასუხისმგებლობის ცნობა არ აქვს, არც არავინ დასჯილა აქ. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ხა ჯერ კიდევ უპასუხოდ არის კითხვა, იყო თუ არა შარშანდელი აქციების დასაშლელად წყლის ჭავლში გარეული ნივთიერება აკრძალული, ამ კითხვაზე ირაკლი ყობახიძეს გუშინდელი დღის ჩათვლით ყოველ შემთხვევაში არ აქვს ზუსტი პასუხი და ამბობს, რომ ჩატარდება ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს შეძენილი ხვნილის შესაბამისი ანალიზი. ყობახიძე ხაზგასმით აცხადებს იმას, რომ ერთი არა წერია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს შეძენილი ხვნილის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციაში, მაგრამ მეორეა ანალიზი და აი ამ განმარტებას მინდა რომ მივაქციოთ ყურადღება და ის სწორედ ამ კონტექსტში დაგისვავთ შემდეგ კითხვას. აი ის რომ ქართული ოცნება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი ყობახიძე ხაზგასმით უკავშირებს 2024 წლის აქციების დასაშლელად გამოყენებული ფხვნილის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ შეძენას. აი რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა? ეს უკვე აჩვენებს თუ არა იმას, აი ვისკენ აპირებს ქართული ოცნება მიმართოს პასუხისმგებლობა
მკვლელობის, ასე ვთქვათ, ისრები, რა პასუხისმგებლობაზეც თქვენ საუბრობთ. არ ვიცი, აი რას შეიძლება ამზადებდეს დღევანდელი ხელისუფლება თქვენი აზრით? ხო, რა თქმა უნდა, ეს ახლა ტრადიციული სიმღერა არის, რასაც ვისმენთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ყველაფერში თამაშავ ნაციონალური მოძრაობა. 2012 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ბოლო წლებს ასე რომ ვთქვათ, ითვლიდა და გადააბარა არჩევნების გზით ხელისუფლება ქართულ ოცნებას, შეძენილი ნივთიერებები ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებს არც კი გამოუყენებიათ. და ვინც მოვიდა შემდგომში შინაგან საქმეთა მინისტრად, ვინც იმუშავა და ვინც გამოიყენა ეს ნივთიერება ადამიანების წინააღმდეგ, ის არის პასუხისმგებელი და სწორედ მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და არა ვანო მერაბიშვილს, რომელმაც შეისყიდა ეს ნივთიერება. ნუ რატო შეისყიდა, როგორ კი ბატონო შეიძლება დაუსვათ შეკითხვები და გაგვცეს პასუხები ვანო მერაბიშვილმა, მაგრამ ვინც გამოიყენა, რატო გამოიყენა ეს ნივთიერება, უფრო ის არის ის ადამიანები, ის პასუხისმგებელი მაღალი ჩინოსნები არიან, სწორედ გამოძიების შემთხვევაში თუ კი ქართული ოცნება დაადასტურებს შესაბამისი ექსპერტიზით, რომ აი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ მოხდა აკრძალული ნივთიერების შესყიდვა? ხო, მაგრამ შესყიდვა ერთია და გამოყენება მეორე. კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ შესყიდვაში დანაშაული აგოს ვანო მერაბიშვილმა პასუხი შესყიდვისთვის, მაგრამ გამოყენება აქვს მნიშვნელოვანი, ვინც გამოიყენა და მოწამლა ეს ათასობით ადამიანი, ახალგაზრდა თაობა. აი იმ ადამიანების პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. ამაზე ჩვენ ქონდა არაერთხელ ასევე აქცენტი გაკეთებული, რომ როდესაც ხდება ერთი მხრივ, როდესაც არ ხდება გამოძიება და არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ არის დღემდე დასჯილი და უფრო მეტიც გამოძიებები ფაქტობრივად შეწყდა, როდესაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა. ეს საგამოძიებო სამსახური იყო წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ უფლებადამცველი ორგანიზაციები ვითხოვდით, რომ ეს ორგანო შექმნილი იყო სპეციალური საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებდა სწორედ პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა სავარაუდო დანაშაულს და ეს უწყება ერთხელის მოსვლით გააუქმეს ყველა ეს გამოძიება შეწყდა, რაც ეხებოდა ერთი მხრივ სწორედ ასეთ ტიპის დანაშაულებს, მეორე მხრივ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს, ყველა ეს გამოძიება არის შეწყვეტილი და დღესდღეობით არ მიმდინარეობს. ჩვენ ყველა რესურსი ამოვწევთ და მით უმეტეს როდესაც არჩევნების გზით გაყალბებულ რაღაც ჯგუფ ხელისუფლებაში მოსულ ჯგუფთან გვაქვს საქმე, ჩვენ მათთან არანაირი ადვოკატირება და არანაირი დიალოგი ამ დროისთვის არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ მოღალატეთა ერთობა, რომელმაც ქვეყანა დააბრუნა უკან და მიყავს უკან რუსული ჭაობისკენ და შესაბამისად დღეს ფაქტობრივად ყველა სტრუქტურა გაუქმებულია. ეს პოლიცია იქნება, პროკურატურა თუ რაც სახელწოდებებად შემორჩა ამ სტრუქტურებს, ყველა ამ რეჟიმის მსახურები არიან და არანაირი იმედი არ აქვს, რომ ვინმე რამეს გამოიწვევს. პირიქით, ჩვენ ვნახეთ, რომ რეჟიმის პრეზიდენტმა, რეჟიმის მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა სწორედ ეს ადამიანები, ვინც ეს ახალგაზრდა თაობა, ეს აქციის მონაწილეები მოწამლა, ვინც ჩაიდინა სავარაუდო დანაშაულები და ვინც იყო დასანქცირებული საერთაშორისო საზოგადოების და სხვადასხვა ქვეყნების მიერ. მათ ღირსების ორდენი მიარჩეს. რა გამოძიებაზეა საუბარი? გაუქმებულია და მოდით აი სახელმწიფო უწყების, უბრალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტექსტში ჩაგეკითხებით, მით უფრო რომ სუსმა, როგორც ცნობილია, სწორედ BBC-ს ფილმის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, მამუკა მდინარაძეს უწყება მუშაობს ორი მიმართულებით, ორი მუხლით, ერთია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მეორეა უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და იცის მაყურებელმა ისიც, რომ სუსმა ფაქტობრივად, არ ვიცი, BBC-ს ყველა რესპონდენტს ჩამოუარა და ასე ვთქვათ გამოკითხვაზე დაიბარა. აი როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაბარება სწორედ აქტივისტებით, აქციებზე დაშავებული პირებით, იგივე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით და არა ვთქვათ ოფიციალური პირებისგან, რატომ არ დაიბარეს ვახტანგ გომელაური იქნება ეს თუ მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც აი შარშანვე აცხადებდა, რომ პოლიციას კონკრეტული საჭიროების დროს აქვს უფლება წყალში გაურიოს გარკვეული ნივთიერება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ უფლებას იყენებდა კიდეც. აი რას გეუბნებათ სუსის მიერ გამოკითხვაზე
მაინც და მაინც BBC-ს რესპონდენტების დაბარება. რასაც საუბრობთ, სწორედ ამის გაგრძელება არის, როდესაც არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი იქნება ეს თუ დანაშაულის ჩამდენი რიგითი პოლიციელი არ არის დღემდე პასუხისგებაში მიცემული და არც რაიმე სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა და არავინ დასჯილა ასეთი და საპირწონედ პირიქით უამრავი სამოქალაქო აქტივისტი არის გასამართლებული სისხლის სამართლის წესით და ყავს ათობით პოლიტპატიმარი ამ დროისთვის საქართველოში, რომლებიც იხდიან სასჯელს. ფაქტობრივად ეს არის ეს განცხადებები, რაც გაკეთდა სუსის მხრიდან არის სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელება, როდესაც ამ ორი მუხრით კი არის ფორმალურად აღძრული ეს საქმე, მაგრამ განსაკუთრებით საგამოძიებო მოქმედებები, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სწორედ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და ის ტენდენცია, რაც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობდა, სწორედ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, დასჯიან პასუხისგებაში მისცემენ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებს, მათ შორის BBC იქნება თუ სხვა ჟურნალისტური გამოცემები ავტორიტეტული და ეს სრულად ლეგიტიმურია და ყველა ადამიანს აქვს უფლება რომ თავისი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელოს და მიაწოდოს ნებისმიერ ავტორიტეტულ მედია საშუალებას თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, ამაში არანაირი დანაშაული არ არსებობს. ეს არის სწორედ რუსული მიდგომა, ის რაც პუტინმა მიიღო რუსული კანონები თავის ქვეყანაში და ეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი სწორედ აგრძელებს ამ მიდგომით სამოქალაქო საზოგადოების ადამიანების დევნას, რომ თუ კი ხმას ამოიღებ, გააკრიტიკებ, თუ კი ამ ინფორმაციას მოიტოპოვებ და გაავრცელებ, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა, ამ შემთხვევაში ხელისუფლების იმ დანაშაულის ჩამდენ პირს კი არ დასჯიან იმას, ვინც ხმა ამოიღო. ეს არის გიგაური გამოკითხეს ისე როგორც გამოიკითხნენ სასამართლოში ექიმი ჩახუნაშვილები, როგორც მამა, ისე შვილები და გარედან რაც ჩანს, ხა ექიმ ჩახუნაშვილებთან მიმართებაში ოცნება, არ ვიცი, ცდილობს, ყოველ შემთხვევაში ბევრს რჩება ეს შთაბეჭდილება, ცდილობს განავითაროს ხაზი, თითქოს სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე გავიდა BBC ვერსიამდე, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ კამიტი გამოიყენა, არადა ეს ჩახუნაშვილების ოჯახი BBC-ს რეპორტაჟშიც და რეპორტაჟს მიღმაც აცხადებს, რომ არანაირი კამიტის შესახებ არ ყოფილა საუბარი ექიმების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაში და ის ესე თქვათ დაშავებული მოქალაქეების კლინიკურ მდგომარეობას შეეხებოდა. ეხლა რაც შეეხება გიგაურს, ნახავდით მის მიერ გუშინ გამოკითხვის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს, გიგაური ამბობს, რომ კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, აიღო თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარის გაკეთებაში. აი მთელი ეს გარემოება მართლაც როგორ უნდა შეფასდეს, ხომ არ უნდა კონდეს BBC-ს ყველა რესპონდენტს, არ ვიცი, მოლოდინი და მზადყოფნა იმისა, რომ საქმე შეიძლება საერთოდ მათ წინააღმდეგ შეტრიალდეს და ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უცხოეთის ორგანიზაციისთვის სტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით ტყუილად არ დაიწყებდა ძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ერთი მხრივ ჩანს, რომ მე მგონი ქართულ ოცნებას და თვითონ ივანიშვილის BBC ჭორვილის ორღობის ტელევიზია გონია და ის პროპაგანდისტული ტელევიზიები რაც აქვს და შალვარამიშვილი რაც უდგას სათავეში ამ პროპაგანდას და ვიცით ჩვენ მისი ცხოვრებიდან რომ ფულის აღება კონკრეტული სიუჟეტების გაშვებისთვის მისთვის უცხო არ იყო, გონიათ რომ რაღაცა BBC ანალოგიური სტანდარტებით მუშაობს და რესპონდენტებს ფულს აძლევს. ანუ ეს არის აი ძალიან სამარცხვინო, ანუ სასაცილოც არ არის, ეს არის სამარცხვინო ინფორმაცია, რასაც ავრცელებენ პროპაგანდისტული არხებით და ამ ტროლბოტებს შემდეგ მიუსევენ სხვა თავიანთ ქსელებში და ცდილობენ რომ საზოგადოებრივი აზრი შექმნან ასეთი სამარცხვინო განცხადებებით და მიდგომებით. რა თქმა უნდა, ეს რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, კონკრეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელების თუ იურისტების, მათ შორის წინააღმდეგ გაგრძელდება, ეს გამოძიებაც არის კიდევ ერთი საშუალება, რომ თავიანთ პროპაგანდისტული არხებით გარკვეული საკმაზე მოამზადონ კიდევ ერთი, რომ საბაბი გქონდეთ, რომ კონკრეტული აქტივისტები თუ ორგანიზაციის ლიდერები დააპატიმრონ და მისცენ პასუხისგებაში, ყველაფერი მიგდის აქეთკენ.
ეხლა პირადად მე ჯერ გამჩხრიკეს, მე ეს დაკითხვა მომიწყვეს, შემდეგ იმ დაკითხვის ოქმი, რაც გავეცანი პირდაპირ ფაქტობრივად ვითომ მოწმის სახით დაკითხეს, მაგრამ ფაქტობრივად შეიცავს კონკრეტულ ბრალდებებს, რაც არის სრულად შეთითხნილი და ის რაც პუტინის თავში იხარშება პირდაპირ ეს რუსული ნარატივები მერე და მერე თავიანთი ამ პროპაგანდისტული რაღაც არხებით გადმოდის ამ ქართული ოცნების ამ დანაშაულ ჯგუფის წარმომადგენლებს და შემდეგ მათ პროპაგანდისტულ მედიებზე და ფაქტობრივად ეს არის ამ ნარატივის გაგრძელება, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციების ლიდერებს დევნიან პირდაპირ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ამ ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკობენ ამ დარღვევებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, დანაშაულებზე და მოითხოვენ ამ დანაშაულების გამოძიებას. უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მოხლით სუში დაწყებულ გამოძიებაზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ და ამ დროს არის კიდევ ერთი საქმე, რომელსაც საზოგადოება ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის სახელწოდებით იცნობს და ხوای თქვენც აღნიშნეთ, რომ სექტემბერში მოხდა, ხო? თუ კარგად სწორად მახსოვს. პროცესი გრძელდება. ხო, პროცესი გრძელდება. სექტემბერში მოხდა თქვენი გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ისე როგორც დაიკითხნენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. აი, უშუალოდ ამ საქმეზე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენი სტუმარი ხართ და გითხავთ, უშუალოდ ამ საქმეზე რა მოლოდინები გაქვთ? არ ვიცი, უშვებთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომ აქაც საბოლოო ჯამში თქვენს წინააღმდეგ აღიძრას საქმე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება ღიად გადანაშაულებთ გარე ძალებთან თანამშრომლობაში და მათ აგენტებად მოგიხსენიებთ და მათ აგენტებს გიწოდებთ. ეს საქმე მოგეხსენებათ არის აღძრული ყოფილი უფლებადამცველების და არც ვიცი რატომ ერქვა თავის დროზე უფლებადამცველები ამ ადამიანებს ნანა კაკავას და გელა ნიკოლაიშვილს, რომლებმაც პირდაპირ შეიტანეს ეს საჩივარი პროკურატურაში ჩემს წინააღმდეგ და ჩემი სხვა კოლეგების წინააღმდეგ და მოითხოვეს გამოძიება ფაქტობრივად ჩვენ დაპატიმრების მიზნით. ეს გამოძიება მიდის ამ ხაზით, ეხლა ბოლო პერიოდში მას შემდეგ რაც ერთი მხრივ ჩხრეკა ჩატარდა ჩემი და ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მეორე მხრივ უკვე დაკითხვა ჩატარდა ჩვენი და ამ დაკითხვაზე გამოიკვეთა ის შეკითხვების ბუნებიდან გამომდინარე გამოიკვეთა თუ საით მიყავთ ეს გამოძიება და ფაქტობრივად ამის შემდეგ დარჩენილი არის ბრალდების წაყენება და ბრალდების წაყენება უკვე ნიშნავს, რომ დაპატიმრებამდე, ჩვენს დაპატიმრებამდე ერთი ნაბიჯი დარჩენილი. თუმცა ამ პერიოდში უკვე გადაერთნენ ახლა პარტიების წინააღმდეგ, ესეც ამ საბოტაჟის, ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეში, როგორც ეს რაღაცა გარდერი, რუსული გარდერი მომზადებული აქვს და პარტიებიც მიერთებული ამ საქმეზე და გადაერთნენ ახლა საკონსტიტუციო სარჩელზე, უფრო პარტიების მიმართულებით მუშაობენ, თუმცა რაღაცა პერიოდში, რა თქმა უნდა, დაგვიბრუნდებიან და ამ უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, წინ გველის რეპრესიები, ამის მოლოდინი ყველას გვაქვს და მზად ვართ ჩვენ ამ რეპრესიებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხი ახლა არის ბრძოლაში და ეს ქართული ოცნების რუსული ხელისუფლება ფაქტობრივად არის ომში საკუთარ ხალხთან. მადლობა ალეკო იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და იმ ძალიან პრობლემურ და აქტუალურ პერიპეტიებზე უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დღეს დაგემშვიდობებით, სხვა დროს ისევ დაგპატიჟებთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროთ. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცხიტიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვაოდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, პოლიტიკოსი, განათლების საკითხებში ექსპერტი რუსუდან თევზაძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტო რუსუდან და მადლობა რომ შემოგვერთით. ქავტო რუსუდან აი ამ პოლიტიკურ პერიპეტიებში ცოტა არ იყოს და სათანადო ყურადღების მიღმა დაგვრჩა სასკოლო განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხი, რასთან მიმართებაშიც განათლების სამინისტრომ და მთავრობამ ამ კვირაში დაანონსა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ამ თემაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება და მოდით რამდენიმე მთავარი აქცენტი გავაცნოთ მაყურებლებს. პირველი სკოლები გადადიან 11 წლიან სწავლებაზე.
ყველა სკოლას ექნება ერთი და იგივე სახელმძღვანელო სკოლებში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება, სავალდებულო წესით ინერგება სასკოლო ფორმები, პირველი მე-6 კლასის ჩათვლით, სკოლის ასაკი განისაზღვრება 6 წლით და კიდევ ერთი ვიტყვით, ცვლილება იქნება პირველ კლასელთა რეგისტრაციის პროცესში ბავშვის ჩარიცხვა განხორციელდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით. აი რა სიტყვით, რეფორმები, რომლის დანერგვაც, უბრალოდ რეფორმებმა, რომლის დანერგვასაც სახელმწიფო აპირებს განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობით სკოლებში საბჭოთა სკოლის მოდელი გაახსენა განათლების საკითხებში რიგ ექსპერტს. აი თქვენ როგორ უყურებთ დაანონსებულ სიახლეებს? რამდენად ფიქრობთ, რომ ყველა ეს ნაბიჯი უკეთესობისკენ შეცვლის როგორც განათლების ხარისხს, ისე მოაგვარებს მთელი პრობლემებს, რაც დღეისთვის არსებობს სკოლებში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა და მივესალმებით ტელემაყურებელს. ნამდვილად დავეთანხმები კოლეგებს განათლების ექსპერტობის ნაწილში, რომ გარკვეული ტიპის ჩანართები ნამდვილად გავს ამ საბჭოთა განათლების სისტემას. თუმცა და ახსენეთ სრულიად მართებულად ის, რომ იმდენად გადაიტვირთა ეს პოლიტიკური ველი, რომ აღარ დარჩა დრო ამისთვის. თუმცა ეს ყველაფერი, რაც ახლა განათლების სისტემაში ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასკოლო განათლების საუბრობთ ჩვენ, რომელიც გუშინ იყო თუ გუშინ წინ წარადგინა ბატონმა მიქანაძემ თელმა მათმა მთავრობამ, ეგრეთ წოდებულმა, ლოგიკური გაგრძელება მათი პოლიტიკური ოპერირებისა. თუ შეიძლება საერთოდ ამას პოლიტიკა ეწოდოს სახელმწიფოებრივი, საგარეო და საშინაო, ვინაიდან და რადგანაც საშინაო ველზე დაუწყეს ბრძოლა ახალგაზრდებს, რომელიც მთავარი ძალა არის ამ ყველაფრის და საგარეო ველზე რაკნეს აბსოლუტურად მოწყვიტეს განათლების სისტემა და საუბრობენ უწყვეტი სწავლასწავლების პრინციპზე, მაშინ როცა ბოლონიის პროცესის უგულებელყოფა დაიწყეს და ის ჯაჭვი და ძაფი, რომლითაც იყო აი უწყვეტი სწავლასწავლების პრინციპი უზრუნველყოფილი სასკოლოდან უმაღლეს განათლებაში, დასავლური განათლების მიღების მიზნით, ასე ვთქვათ, დევალვაციას აკეთებენ. ეხლა რაც შეეხება იმ ჩამონათვალს, რაც ჩამოთვალეთ თქვენ. რატომ არის ეს უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს არის რა თქმა უნდა საბჭოთა ჩანართები, მაგრამ უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ეს არის მათი პარტიული, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რეფორმა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ამ შემთხვევაში პირადად ჩემი ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში დასრულდეს და მივიღოთ დაბალანსებული პარტიული პოლიტიკისგან გათავისუფლებული განათლების პოლიტიკა. და აი ამ დაბალანსებულ პარტიული პოლიტიკისგან გათავისუფლებულ განათლების პოლიტიკას ეწინააღმდეგება ეს ჩამოთვლილი საკითხები. ასე მაგალითად დავიწყოთ 11 წლიან სასკოლო სწავლებაზე, ხო? ის რომ პირველი ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ 11 წლიანი სასკოლო განათლება არ არის თავსებადი იდეაზე გადასვლას გულისხმობს მაყურებლებისთვის, არ არის თავსებადი ბოლონიის პროცესთან და უგულებელყოფს იმ პრინციპს, რომელიც გულისხმობს უმაღლეს განათლებაში დასავლური განათლების მიღებას. ეს ერთი. თუმცა აქვე მათ განაცხადეს, რომ 12 კლასი დარჩება კერძო სკოლებში და საჯარო სკოლაშიც იქნება ოღონდ სპეცკლასის სახით, თუ ბავშვს ექნება არჩევის სურვილი და ამასთან ერთად პარალელურად გადადიან პროფილურ სწავლებაზე. ეს პირდაპირ ნიშნავს ხელოვნურად სოციალური კლასების გაჩენას და პირდაპირ ნიშნავს უგულებელყოფას მათი მხრიდანვე გაჟღერებულ მიგნებებს, როგორიც არის ინკლუზიურობა, ხელმისაწვდომობა, თავისუფალი და ავტონომიური მიდგომები. იმიტომ რომ ეს მიდგომა არც ინკლუზიურია, არც თავისუფალი, არც საყოველთაო და არც ხელმისაწვდომი. როგორ არის ხელმისაწვდომი, როდესაც მთავრობა თავად ამბობს და განსაზღვრავს, ვინ, სად, როგორი განათლება უნდა მიიღოს. არა მარტო ტექნიკური მიმართებით, ანუ კლასიდან კლასში და ასე შემდეგ, არამედ განუსაზღვრავს შინაარსი და გადავიდეთ სახელმძღვანელოებიც ახსენეთ, ხო? სახელმძღვანელოები გრიფირების პროცესი ეს იყო ფაქტიურად თანამედროვე განათლების პარადიგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ბჭყალებში მიღწევა. იქაც ძალიან ბევრი ხარვეზი იყო, რა თქმა უნდა, და
მე არ ვსაუბრობ, რომ სახელმძღვანელოების შინაარსი იყო და არის იდეალური, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში უნდა ადგე და სწორედ ის საბჭოთა ტრადიცია და გამოცდილება გაიზიარო და განათლების სამინისტრომ განსაზღვროს თუ როგორი იქნება სახელმძღვანელოს. აი რა გონიათ მიზეზები იმის რომ სახელმწიფომ ამ ასე თქვა სიახლის შემოტანის საჭიროება ჩათვალა. აი როგორ ვფიქრობთ რატომ უნდა სახელმწიფოს რომ სკოლები მოარგოს ერთ თარგს და ეს შეფასება სხვათა შორის განათლების ერთ-ერთმა ექსპერტმა გამოიყენა სოციალურ ქსელში სწორედ ამ რეფორმასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში. აი რა პლუსები და მინუსები შეიძლება კონდეს იმას რომ სკოლები ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე გადავა. მოდი ესე ვთქვათ, კი არ მგონია ეს ნამდვილად ასე იკვეთება და პერსპექტივაში ასეთ შედეგს გამოიღებს, რაც ორი მიმართულებით შეიძლება გავშალოთ. ერთი არის შინაარსის მიმართულებით, ვინაიდან და რადგანაც მათი განათლების პოლიტიკა, როგორც უკვე ვახსენე, დაფუძნებულია პარტიულ პოლიტიკას და შესაბამისად ეს საგნობრივი მიმართულებებიც უნდა ითვალისწინებდეს ამ შინაარსებს და ამას ადასტურებს ის მარტივი ინდიკატორები, რაც არის მათი ქმედებები სასკოლო განათლებაში და ალბათ ესეც ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ასე მაგალითს ვიტყვი, რომ მიმდინარეობს გადამზადება მამაოების, ეკლესიის წარმომადგენლების, რომლებიც შევლენ სკოლაში და ამ მიმართულებით, ამ შინაარსის, ასე ვთქვათ, კომპონენტს წაუკითხავენ უბრალოდ ასწავლიან მოსწავლეებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერთი ესეც აქაც ნახეთ დარღვევა კონსტიტუციის. ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ და ესე ხელოვნური ინსპირირები და დირექტიულად ამის შინაარსში ჩადება, რა თქმა უნდა, მოსწავლემ უნდა იცოდეს 21 საუკუნეში და ამ გლობალურ სივრცეში რელიგიების ისტორია, მაგრამ ის მიდგომაც ეხა ეს ძალიან ესეთი ფართო თემაა და აქ არ გავშლი, უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ინდიკატორი შინაარსში ჩარევისა. ასე მაგალითად ჯართან თანამშრომლობა, როდესაც რა თქმა უნდა ყველაფერი გადასარევია. მაშინ იგივე წარმატებით, უბრალოდ რიტორიკულ შეკითხვას დავსვავ. იგივე წარმატებით ყველა სხვა უწყებაში წაიყვანონ ეს ბავშვები და თუ ამის საფანელად გამოაქვთ, რომ ეს პროფესიულად უნდა მიიღონ ესე თქვა ცოდნა და გამოცდილება, ყველგან წაიყვანონ. რატომ მარტო იმ ზედმეტად მოწყვლად რგოლებში, რომელიც გარკვეული ტიპის ეჭვებს თუ არა შეკითხვებს ლოგიკურს ბადებს და ტექნიკურად რო გავშალოთ. ეს უკვე ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ აქვს ობიექტური საფუძველი, რას გამოიწვევს. ირიბ ამ შემთხვევაში კორუფციას, იმიტომ რომ მოხდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ერთი იქნება თუ სხვადასხვა 8 სავალდებულო საგანია სკოლაში, სახელმძღვანელოს ინტერესთა კონფლიქტი მორგება მათთვის სასურველ ავტორთან, ან ავტორთა ჯგუფთან და ასე შემდეგ. იგივე შემიძლია ვთქვა, მოდით გადავიდეთ ფორმებზე. ხო, მე მინდოდა მეკითხა, თუ არის რომელიმე ცვლილება, რომლის მიმართაც, ასე ვთქვათ, შენიშვნები და არ გაქვთ და კრიტიკას არ დააფიქსირებთ, თქო, არ გადის სასკოლო ფორმები ამ კატეგორიაში, იმიტომ რომ აქ შესაძლოა ბევრს გაუჩნდეს კითხვა, რა არის ცუდი იმაში, თუ კი ყველა მოსწავლე, ასე ვთქვათ, ერთიანი სტანდარტის მიხედვით შეიმოსება. ფორმები არ არსებობს დასავლურ ქვეყნებში, მოდით ამ კითხვასაც დავსვავ. ამის მაინდა-მაინც საბჭოთა კავშირთან დაკავშირება რამდენად სწორია? მოდი, მე ესე ცალსახად ამას საბჭოთა კავშირს ვერ დავუკავშირებ. ეს არის ჩემი კონკრეტული სუბიექტური აზრი, თუმცა ობიექტურიც, მაგრამ ნახეთ, აი სწორედ ამაზე ვსაუბრობდი თავიდან, რომ მე ამ წუთში არ ვსაუბრობ როგორც პოლიტიკოსი, ვსაუბრობ როგორც პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტად განათლების ექსპერტი, რომელსაც არ მაქვს პოლიტიკური რაკურსით ჩასაფრების პოზიცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ობიექტური უნდა ვიყო და ვთქვა, რომ აი ეს ერთი კომპონენტი შესაძლებელია საბოლოო ჯამში პოზიტიურ შედეგამდე გავიდეს და მისაღებია, რომელიც ეს ფორმა უზრუნველყოფს თავისთავად ერთგვარად აი სასკოლო კულტურას. სასკოლო კულტურაზე საუბრობდნენ, თუმცა სხვა ნაწილში ამ სასკოლო კულტურას არ ღვევენ, როცა ავტონომიას და თავისუფლებას ზღუდავენ. აი ზუსტად წიგნების ნაწილში, როდესაც სკოლას არ აქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელი ინდივიდი
ინდივიდუალიზმზეა საუბარი, მაგრამ ფორმას რაც შეეხება, რა მინდა რომ ვთქვა, აქ უბრალოდ ჩემის მხრიდან გონია, რომ შესაძლებელია გაჩნდეს არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გამოიკვეთოს რისკები აქაც კორუფციის, იმიტომ რომ იგივე პრინციპით, როგორც სახელმძღვანელოსთან მიმართებაში, მოხდეს ერთ კომპანია იქნება თუ ვისაც დაუკვეთავენ, ამ ესე ვთქვათ ფორმებით უზრუნველყოფა. კავტოროსლა ვიდრე შევაჯამებდეთ ერთი კონკრეტული ინიციატივაც დაგვრჩა და ამის შესახებაც დავსვათ ერთი კითხვა. საკმაოდ ნებათაღელვა ახლავს სიახლეს, რომლის მიხედვითაც სკოლის შერჩევა მხოლოდ ესე ვთქვათ ტერიტორიული სიახლოვის პრინციპით უნდა მოხდეს. ამ პრინციპის დანერგვა ერთი მხრივ რა პრობლემებს მოხსნის, მაგრამ მეორე მხრივ რა პრობლემებს გააჩენს, რა პრობლემები შეიძლება გააჩინოს ამაზეც რომ გვითხრათ, განსაკუთრებით სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის იქნება თქვენი განმარტება საინტერესო. ხო, ნახეთ, ამ ნაწილშიც ასეთი მიდგომები ნახეთ დაბალანსებულ და სწორ განათლების პოლიტიკის ასე ვთქვათ სისტემის მქონე ქვეყანაში რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს მისაღები. ამის მცდელობები 10 წლის წინ იყო, მაგრამ მე ეს ყველაფერი კრახი დამთავრდა, თუმცა ის მოხსნის ბავშვთან მიმართებაში რა თქმა უნდა იქნება სასარგებლო, იმიტომ რომ კი მოგეხსენებათ რომ ბავშვებს უწევთ, რა ვიცი, კილომეტრების გავლა და ასეთ სატრანსპორტო, ესე ვთქვათ, კოლაფსში, ანუ პრაქტიკულად მთელ დღეს ისინი ატარებენ ერთი გზა სკოლისკენ, მეორე გზა სკოლიდან სახლისკენ და თუნდაც იმ არაფორმალური განათლებისთვის აღარ რჩებათ მათ დრო, რო არ ვილაპარაკოთ გადაღლაზე და მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გადაღლაზე. თუმცა აი ამ შემთხვევაში ძალიან ყურადსაღებია ის რეგიონები ახსენეთ თქვენ. იქ სადაც ამის უბრალოდ ფიზიკური და ტექნიკური შესაძლებლობა არ არის და სკოლების დაფარვა, ესე ჰორიზონტალურად, ესე თამამად არ ხდება, ხო, შეზღუდულია და ხშირ შემთხვევაში ოპტიმიზაციას უყურებთ, როდესაც რამდენიმე სოფელი გაერთიანებულია და ერთ საჯარო სკოლაში დადის. ასე რომ ამასაც უნდა ძალიან ფრთხილი მიდგომა, უბრალოდ აქვე პარალელურად აუცილებლად სადღაც მშობელსაც და მოსწავლესაც, თუ შენ მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე საუბრობს, ეს მისი გადასაწყვეტია, მოდი ესე ვთქვათ, დაიღლება თუ არ დაიღლება, ხო? ესე დირექტიულად ვერ უკარნახებ, უნდა გადაწყვიტოს, სად ისწავლის, თავის უბანში თუ სხვა უბანში. კავტოროსთან აი ჯამში სახელმწიფოს რა მიზნებთან მივდივართ, როცა საუბარია ზოგადი განათლების იმ სახის რეფორმაზე, რაც არის დღეისთვის წარმოდგენილი განათლების სამინისტროს მხრიდან. აი ბევრი ფიქრობს და სხვების აზრია, რომ მიზანია განათლების სისტემის მართვა სახელმწიფოს მხრიდან. აი თქვენი აზრით რა სურს ქართულ ოცნებას და რამდენად არის ეს სურვილი სწორედ განათლების სისტემის სრული დაქვემდებარება სახელმწიფო პოლიტიკას? ნამდვილად ამ შემთხვევაში დღეს ყოველ შემთხვევაში ამ დროსა და სივრცეში ოცნების ერთადერთი მიზანი არის, მოდი ესე ვთქვათ, უმრავლესი, ესე ვთქვათ, რეფორმის უმრავლესი მიგნება ამას ემსახურება. ეს არის მათი ირიბითი პირდაპირ სურვილი, კიდე ესეთი რიტორიკული კითხვის ქვეშ დავტოვოთ, მაგრამ ამას ემსახურება, დეკლარირებულად ამაზე საუბრობენ. მაშინ როცა 60,000 მასწავლებელია საქართველოში და ეს არის მათი ელექტორალური კოჰორტა. ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯს ეცდებიან ყოველ შემთხვევაში გადადგან იმისკენ, რომ სრულ, ესე ვთქვათ, გავლენის ქვეშ მოაქციონ და ეს იკვეთება. და ერთი პატარა თუ არის დრო, ამის საუკეთესო, ჭყალებში საუკეთესო ინდიკატორია ის, რომ ოცნებას მასწავლებლები ისეთი სახელმწიფო პოლიტიკით, როგორი პოლიტიკაც ახლა არის, მიბმული ყავს პარტიულ ინტერესებზე და რას ვგულისხმობ. ანუ ბუნებრივად საბაზისო ღირსეული ხელფასი უნდა არსებობდეს და არა შეჯიბრში რო ყავს მასწავლებელი ჩაბმული და გაურკვეველ ტრენინგებს უტარებენ. ბიუროკრატიაში არის მასწავლებელი. ანუ მასწავლებელს არც ალია მასწავლებლობისთვის და არც ალია მოსწავლისთვის. რომელ იმაზეა განვითარებაზე საუბარი? ამაზეა საუბარი. ამიტომ ეს სახელმწიფო პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს და სწორედ ამის გამო სამწუხაროდ და იმის გამო, რომ ესეთი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, ვერ ვამტყურებთ მასწავლებელს. იძულებულია ჩაყოლას ჩათრევა ჯობია, როგორ არის ჩათრევას ჩაყოლა, ხო? აი
ჯერჯერობით იყოს აი ამ ჭაობში და სამწუხაროდ ეს თავისუფალი ხმა, ესე ხმამაღლა ვერც რაოდენობრივად და ვერც თვისობრივად საგანმანათლებელ სივრცეში ვერ თუ არ ისმის და ეს არის კიდევ ერთი კითხვა შემოდის, როგორი ტიპის, ასე ვთქვათ, თაობებს გაზრდიან სკოლებში, სადაც შეიძლება განათლების სისტემა იყოს დაქვემდებარებული სახელმწიფო კონტროლს. ასეთი თაობა რამდენად იქნება თავისუფალი, ვერ იქნება თავისუფალი, ვერ იქნება თავისუფალი, რასაც შეჩვეულია ჩვენი ვერ იქნება თავისუფალი, იმიტომ რომ თავისი არსით ეს რეფორმის მივდივართ მაშინ იმ უბედურებამდე, რასაც შეიძლება ერქვას ხელისუფლებისადმი მორჩილი, არ ვიცი, სასურველი და მარტივად მართვადი თაობის უხეშად რომ თქვა გამოყვანა. რა თქმა უნდა და ნახეთ ამის ინდიკატორსაც გეტყვით ერთს. არსებობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც იყო ამოსავალი და აი ეს შეცვალეს და ამის საფუძველზე შეიცვალა ყველაფერი ის დანარჩენი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით. და ეს ზგემი მოკლედ ვიტყვით. ჟვანიას მიერ ხელმოწერილი, როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპული ფანჯარა რო გახსნა, იყო გადასარევი, იყო ეროვნული და მაშასადამე ევროპული. და სწორედ ეს არის ის ნიუანსი და მათთვის საწუხარი, რომ აი ამის ცვლილება უნდათ. და სამწუხაროდ ეს სიტყვა ეროვნული გახდა პოლიტიკური ინდულგენცია მათ რომ თავი იმართლოთ. ცოტა უხერხულიც არის, უკვე მეუხერხულება ამ სიტყვის გამოყენება. რას ნიშნავს ეროვნული? რა თქმა უნდა ტრადიციულს. აუცილებლად, მაგრამ 21-ე საუკუნეში კოსმოპოლიტურსაც და ამის კონგლომერატი იყო და არაჩვეულებრივი ნაერთი და როდესაც შენ ამას ებრძვი და იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, როდესაც ხელოვნურად აკეთებ ცვლილებას ისეთი ზგემის, რომელიც ნამდვილად ეროვნული იყო და მაშასადამე ევროპული, აქ უკვე ნათელია პასუხი იმაზე და შესაბამისად ეს რეფორმა არის სრული პოპულიზმი და მანიპულაცია, რაც მთავარია, მანიპულაციას აკეთებს ახალგაზრდა თაობის, მოსწავლეების, მასწავლებლების, დირექტორების და ამ სასკოლო საზოგადოებაში კიდევ უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მშობელთა საზოგადოებას და მშობლების. აი ამიტომ არის ეს ძალიან მტკივნეული და კიდევ ბევრი სიღრმე შეიძლება გავშალოთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რომ გვესტუმრეთ სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი დრო და დღეს უნდა დაგემშვიდობოთ. რუსუდან თევზაძე აფასებდა და აჯამებდა ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხს. დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, საღამოს 9:30-ზე უკვე თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს, ამიტომ მხოლოდ დროებით დაგემშვიდობებით.